რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია გზის საავტომობილო გზაზე დგანან აქციის მონაწილეები და პერიმეტრი მათ შემოსაზღვრეს ლენტებით. ბოლო პერიოდში სულ ასე ხდება, როდესაც პოლიცია უკვე ამ ტერიტორიაზე აღარ იდგა ხოლმე. აქციის მონაწილეები თავად აორგანიზებდნენ იმას, რომ გაეკეთებინათ გარკვეული ნიშანი იმისა, რომ ავტომობილები თუ მაინც წამოვიდოდნენ ამ გზით, დაენახათ შორიდან, რომ გზა არის გადაკეტილი. დღესაც სწორედ ასე მოიქცნენ. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით პოლიციის ავტომობილები არ გამოჩენილა, არც განცხადება გავრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაძლოა ეს განცხადება არც იყოს, რადგან 6 საათზე ბრიფინგზე რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააფრთხილა კიდევ ერთხელ აქციის მონაწილეები, რომ არ გადაეკეტათ გზა თუ არ იქნებოდა საჭირო რაოდენობა ხალხის. ნინო ლომჯარია, ქალბატონო ნინო, პირდაპირ ეთერში ვართ უკაცრავად, გამარჯობათ. ქალბატონო, თქვენს ნახავდით ალბათ დღეს რომ პროპაგანდა თქვენს პოსტებს აზიარებდა, რომ თითქოს თქვენ მოუწოდებთ უკანონო მოქმედებებისკენ აქციის მონაწილეებს, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ გადაიკეტა გზა. პროპაგანდას რა სურს თქვენგან და ზოგადად ქართული ოცნება ამ რეპრესიული კანონებით რის მიღწევას ცდილობს? პროპაგანდა ვერ ნახავს ვერცერთ სიტყვას, ვერცერთ წინადადებას, ჩემი მხრიდან, რაც შეიძლება იყოს შეფასებული როგორც კანონდარღვევა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, მათზე კარგად ვიცი საქართველოს კანონმდებლობა, ამიტომ ეს უბრალოდ არის მათი პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ იმდენად რეპრესიული და დიქტატორული, არაქართული, არაკონსტიტუციური კანონები მიიღეს, რომ მათ უბრალოდ ჭირდებათ ეხლა გადაიტანონ ყურადღება და თქვან, რომ აი ჩვენ კი არ ვართ დამნაშავე მცირეწლოვანი შვილების მშობლებს, დედა გარდაცვლილ მოქალაქეს, ორსული ცოლის სახლში მყოფ, ესე ვთქვათ, მამაკაცს და ასე შემდეგ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვაკავებთ პროტესტის გამოხატვის გამო. ანუ ვიღაცა სხვა არის, აი ისინი არიან დამნაშავეები და ეს ტვირთის, ესე ვთქვათ, გადმოტანა სურს პროპაგანდას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამოხატვის და შეკრების თავისუფლების სარგებლობის გამო მოქალაქეების სისხლის სამართლებრივად არ დასჯილან. ეს არის უკვე პირველი შემთხვევა. კრიმინალიზება ხდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სარგებლობის. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც სასამართლოები საერთოდ არ შედიან იმ მსჯელობაში, შსს-ზე აღარ მაქვს საუბარი, რამდენად კანონიერია ის მოთხოვნა, რასაც გიყენებს პოლიციელი, თუ რამდენად კონსტიტუციურია ის კანონები, რის აღსრულებასაც ითხოვენ და ეს კანონები ცალსახად არაკონსტიტუციურია. ერთ დღეში არ შეიძლება იყოს კანონები მიღებული, რომელიც კრიმინალიზებას უკეთებს, გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ აქტივობას პარტიებისთვის, ადამიანთა განუსაზღვრელი წრისთვის. როგორ შეიძლება ეს კანონი იყოს კანონი და როგორ შეიძლება მსგავსი კანონები იყოს კონსტიტუციური. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, დავაფიქსიროთ პროტესტი, იმიტომ რომ ჩვენს უფლებებს ეხება, ჩვენი უფლებების ჩამორთმევას აქვს ადგილი და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს აქვს ადგილი. მადლობა. დიდი მადლობა. ნინო ლომჯარიას უსმენდით და მოისმინეთ მისი პოზიცია, როგორ ცდილობს კრიმინალიზება გაუკეთოს ქართულმა ოცნებამ გამოხატვის თავისუფლებას. ბატონ კახა, თქვენ იურისტი ხართ და თქვენი შეფასება როგორია იმისა, რასაც ქართული ოცნება აკეთებს ბოლო პერიოდში? კანონები, რეპრესიული კანონები, რომელსაც იყენებს საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. მოკლედ ეს კანონმდებლობა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ასევე ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას. ეს არის მეთოდები, რასაც ხელისუფლება იყენებს, რომ დააშინოს პროტესტი და სხვადასხვა მეთოდით სადა უკვე, მათ შორის დაჭერებიც. ამის იქეთ რა მეთოდები აქვს დარჩენილი, მე არ ვიცი, მაგრამ ალბათ კიდევ აქვს რაღაცები არსენალში. ნახოთ რას გააკეთებენ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მზად ვართ. რის მიღწევას ცდილობენ, ანუ რომ ჩვეულებრივ არა, მარტივად ხო, რომ ადამიანებს არ ქონდეთ პროტესტის სურვილი. დიდი მადლობა. ეხლა გესმით ალბათ როგორც მე ვხედავ, აქ უკვე მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი და სწორედ ამას მოყვა ის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან. აქ ისმის შეძახილები ბოლომდე. ერთი ეკიპაჟია, ვაჩვენოთ.
მე არ გამიგია, თუმცა შესაძლოა მათ ხმის გამაძლიერებლიდან მოუწოდეს, რომ გაეხსნათ საავტომობილო გზა. და ახლა ხედავთ, რომ ეს ეკიპაჟი მიდის, არ ვიცი, დაველოდოთ, მოვლენ თუ არა კიდევ სხვა ეკიპაჟები, თუმცა ამის მიუხედავად გზა ისევ გადაკეტილია და აქციის მონაწილეები წამოიქით გავიდეთ შაკო. ისევ დგანან რუსთაველის გამზირზე, მოისმინეთ ასევე შეფასებები განსაკუთრებით იურისტებისგან, როგორი რეპრესიულია ის კანონები, რომელიც 2 დღეში მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა და რომლის აღსრულებაც მათ უკვე დაიწყეს. ადამიანებს სახლებში მიუვარდნენ დღეს, ზოგიერთი მათგანი ქუჩიდან აიყვანეს. ნათია, უმეტესობა მათგანი არის სასამართლოში. ჩვენ კადრში დავტოვებთ გამოსახულებას, ჩვენი ოპერატორები მუშაობენ ადგილზე, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა თვალი მიადევნოს. შენ რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე სიტუაცია დაიძაბა, მომენტალურად შემოგიყვანთ ეთერში, მანამდე კი განვაგრძოთ დროება.